ევროკავშირის ამ ფორმით გაშავების და დემონიზების გეგმა ქართულ ოცნებას არ მოუგონია. ეს კრემლის კარგად ნაცადი მეთოდია, რომელიც პირველად განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პუტინის რეჟიმმა გამოიყენა 2023 წელს ევროკავშირის გასაშავებლად და ზუსტად იმავე მეთოდებს, იმავე რიტორიკას იყენებს ბიძინა ივანიშვილის გუნდი ახლა იმისთვის, რომ ქართველ ხალხს დააჯეროს, რაც ცუდია ევროკავშირი და ასეთ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. ამას ამბობს ოპოზიცია, ხელისუფლების ოპონენტები, რომლებსაც არ უყვეთ შალვა პაპუაშვილის ეს განცხადება და რომლებიც კარგად ხედავენ, რა დგას აი ამ გზავნილების მიღმა, რომლის სათავეშიც დგას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა ცდილობს ჩააწვეთოს საქართველოს მოქალაქეებს, მათ ამომრჩეველს, რომ ევროკავშირის შიგნით არის ახლა სერიოზული პრობლემები, რომ ევროკავშირი ხელოვნურად ცდილობს მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ასე ვთქვათ შეაფერხებს ევროკავშირის გაფართოებას და რომელიც ახალ წევრებს დაუბლოკავს ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ვეტოს უფლებას და რომ ევროკავშირი აღარ იქნება თანასწორუფლებიანი ალიანსი ყველა სახელმწიფოსთვის. თუმცა ის გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ ბრიუსელში მიღებული არ არის და რომელიც ჯერ მხოლოდ ინიციატივის სახით გაჟღერდა, გულისხმობს იმას, რომ ასე ვთქვათ, ახალმა წევრმა სახელმწიფოებმა, მათ შორის ისევ როგორც ძველმა მცირე სახელმწიფოებმა არ დაბლოკონ ევროკავშირში გაწევრიანება და ბრიუსელმა თავიდან აირიდოს ახალი ვიქტორ ორბანის სცენარი, თუმცა ამ ინიციატივას, რომელიც თავდაპირველად გერმანიის მთავრობამ წამოაყენა და მინდა გითხრათ, რომ მერცის მთავრობა არის სწორედ ერთ-ერთი პიონერი ევროკავშირში, რომელიც არის მომხრე ევროკავშირის გაწევრიანებისა, ევროკავშირის გაფართოებისა. ახლა ქართული ოცნება სწორედ გერმანიის ინიციატივას იყენებს იმისთვის, რომ ევროკავშირი გააშავოს და პრაქტიკულად თქვას ის, რომ საქართველოს არ უნდა ასეთი ევროკავშირი, როგორ ფორმითაც ის დღეს არის წარმოდგენილი. ივანიშვილი თავისი ავტორიტარიზმით ვერ იქნება ვერანაირ თავსებადი ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულებებთან და ამიტომ მის პატარა ბიჭებს გამოიყვანს ხოლმე პერიოდულად და ალაპარაკებს, რომ ევროკავშირის გაწევრიანება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. რუსებს ეჩქარებათ, რომ საქართველოს ჩამოშორდეს საერთოდ ევროპულ ორბიტას და გააქრონ პოლიტიკური საერთაშორისო დღის წესრიგიდან საქართველოს და მისი ევროინტეგრაციის პროცესი. ამიტომაც ივანიშვილი ხშირად ტესტავს საზოგადოებაში, რამდენად იქნება მიღებული ანტიევროპული და საერთოდ საქართველოსთვის ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები საზოგადოებისთვის. პაპუაშვილი, რომელიც დღეს თავკაცად უზის ივანიშვილს საქართველოს პარლამენტში, არღვევს კონსტიტუციას, როცა ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება იქნება პირიქით დამაზიანებელი. ქართული ოცნება დღეს ამ განცხადებით ცდილობს ნელ-ნელა საზოგადოება დაარწმუნონ იმისთვის, რომ ევროკავშირმა დაკარგა ის ფუნდამენტური ღირებულება, რაც ჰქონდა და საერთოდ აღარ არის მიმზიდველი საქართველოსთვის. მაგრამ ამავდროულად ეს განცხადებაც ქართული ოცნების წიაღში არ გაჩენილა, ზუსტად იგივე შედარება, ზუსტად იგივე ნახატი, რაც გამოდო პაპუაშვილმა და იგივე კონტექსტი გაავრცელა რუსეთმა, ჯერ 2023 წელს ლავროვის პირით, შემდეგ უკვე ზახაროვას პირით და ბოლოს უკვე კონფერენცია მიუძღვნეს ივლისში ეკონომიკური ფორუმი, სადაც საუბრობდნენ ევროკავშირის ღირებულებისგან დაცლაზე, რომ თითქოს ევროპა მოიპარეს ეგრეთ წოდებულმა deep state-ის წარმომადგენლებმა. ქართულ ოცნებას ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა კი არა, ქართულ ოცნებას ძალაუფლების დაკარგვა არ უნდა. მას ძალიან კარგად ესმის, რომ იმ ევროპულ ეკოსისტემაში, იქაურ წესებში ძალაუფლებას სამუდამოდ ვერ შეინარჩუნებს. შესაბამისად, ახლა ეძებს საბაბს, როგორ აუხსნას საკუთარ ჯერ კიდევ არსებულ პროდასავლურ ამორჩეველს, რატომ ამბობენ ევროკავშირზე უარს. ოცნება ბედნიერი იქნებოდა თუ გარეთ იპოვიდა ამ საბაბებს და მას არ მოუწევდა ამ არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება. თვითონ ეს ინიციატივა გაფართოების სასარგებლო ინიციატივა იმისთვის, რომ ევროპაში არსებული სკეპტიკური ძალები და სახელმწიფოები ნაკლები აპეტიტი ჰქონდეთ იმისთვის, რომ დაბლოკონ მოლდოვას და უკრაინას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ამისთვის არის წესი, ჩვენ უნდა მივესალმებოდეთ ამ ტიპის ინიციატივებს ევროკავშირის შიგნით.
დღეს შალვა პაპუაშვილმა საკმაოდ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, რომელიც თავიდან ბოლომდე ევროკავშირის გაშავებას და მის დემონიზებას ცდილობდა და ასე ვთქვათ, სვამდა რიტორიკულ კითხვას, სურს თუ არა ასეთი ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას და უფრო მეტიც ევროკავშირის გარეთ დარჩენა საქართველოსთვის იქნება უფრო მომგებიანი და ეს არ დაუჯდება ქვეყანას სუვერენიტეტის დაცვად. ეს წერია შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებაში, რის მიღმაც ბუნებრივია საზოგადოება, მათ შორის ოპოზიციამაც ამოიკითხა მკაფიო გადაწყვეტილება, რომ სამომავლოდ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის გუნდმა ევროკავშირიდან წევრობის განაცხადი უკან გამოიწვიოს.